20 ივლისის დილა იმით დაიწყო, რომ პრეზიდენტ ნიქსონს შეუტანეს და მაგიდაზე დაუდეს ორი ტექსტი. ერთი ტექსტი იდეაში უფრო იყო ნაკლებად სავარაუდო და ისე ნაჩქარევად დაწერილი, მეორე ტექსტზე ძალიან დიდი ხანი იმუშავეს თეთრი სახლის სცენარისტებმა. სცენარისტი დავარქვათ ამ ხალხს, ვინც რაღაც მსგავს ტექსტებს სცენენ ხოლმე და ეს ტექსტი იწყებოდა ისეთ საკმაოდ ომახიანი სამძიმრით, რომ ამერიკელმა ხალხმა თავისი მაქსიმუმი გააკეთა, რომ ოლდრინი და არმსტრონგი არიან ნამდვილი გმირები და რომ რაღაცა მართალია წარუმატებლად დამთავრდა ექსპედიცია მთვარეზე, მაგრამ ეს პირველი ნაბიჯები კივნეულია და ბავშვი შეიძლება ასე დაეცეს და ასე შემდეგ და რაღაც მერე იყო ჩამოთვლა, მე ოჯახის წევრებს მიუსამძივრებდნენ, ხალხს გაამხნევებდნენ, მერე დაგეგმილი იყო ცერემონია. სამგლოვიარო მარშის მუსიკაც კი შეთანხმებული იყო, მოკლედ ყველაფერი იყო მზად იმისთვის, რომ ამ წარუმატებელ მცდელობას შესაბამისი რეაგირება მოხოლოდა თეთრი სახლიდან, მაგრამ მოხდა სრულიად საწინააღმდეგო რამ, ანუ ის მეორე სცენარმა იმუშავა. პირველი ექსპედიცია მთვარეზე დაჯდა წარმატებით, თუმცა იქ მოხდა ერთი ძალიან საინტერესო რაღაც. შიშის საფუძველი ნამდვილად იყო 1968 წელს, როცა გრუმან Aerospace-მა მთვარეზე დასაშვები აპარატის ნიმუში დაამზადა და კენედის სახელობის კოსმოდრომზე მიიტანეს, მეცნიერებმა თქვეს, რომ თუ რომელიმე ბუკმეიკერი დაჯდომა ვერ დაჯდომაზე ფსონებს დადებდა, რა თქმა უნდა ეს 1000-ზე შეიძლება ყოფილიყო და თუ თქვათ ვიღაცა სულელი დადებდა ფსონს რაღაცა თქვათ იმაზე, რომ ეს საფრენი აპარატი მთვარეზე წარმატებულად იქნებოდა, ის გაკოტრდებოდა იმავე წამს, იმიტომ რომ შანსი იყო ძალიან ცოტა. და ყველაზე ოპტიმისტი NASA-ს თანამშრომლებიც კი ამბობდნენ, რომ ეს არის ფაქტობრივად ახალი ტიტანიკი და ამას არაფერი არ ეშველება, შანსი არ აქვს, მოკლედ აპოლო 11-ზე რომ მთვარეზე დაჯდეს. და განსაკუთრებით 20 ივლისის საღამოს ამ პანიკამ მოიმატა, რადგან საფრენი აპარატი მთვარის კრატერს და უზარმაზარ მთვარის ქვებს მიუახლოვდა ისე, რომ მისი ხელით მართვაზე გადართვა გახდა საჭირო. 21 საათსა და 17 წუთზე არმსტრონგმა გადმოსცა ასეთი მოკლე შეტყობინება დავსხედით. ეს იყო, ესე ვთქვათ, ყველაზე ცნობილი ერთ-ერთი სიგნალი, რაც ჩვენ და ეს ყველაზე დიდი სიგნალი, რაც ჩვენ კაცობრიობამ მთვარიდან მიიღო. 21 საათსა და 18 წუთზე დედამიწიდან წავიდა შეტყობინება, ასეთი ეს ყველაფერი ცნობილია, ეს ფრაზები და შეგვიძლია გამოვიყენოთ. სიწყნარე, თქვენ ახლა მთელი დედამიწა შემოგცქერით. სიწყნარე ადვილი სათქმელია, მაგრამ საწვავის მიწოდების ავზი სისტემა გაიყინა, წნევა მოიმატა აპარატში და სკაფანდრებს ჩაცმული ეს ასტრონავტები ისე გაეკვეხნენ შიგნით, რომ არანაირი მოძრაობა და ზედმეტი რაღაც ამბავი არ გამოსდიოდათ რა. არის ის, რომ ეთყობა ესე ხდება ცხოვრებაში, რომ როცა ძალიან დიდი ამბავი ტრიალებს და დიდი შეფერხებებია, პატარა სასწაულებიც უნდა მოხდეს. სასწაული კი იყო ის, რომ მზის სხივებმა ეს გაყინული სისტემაში გაყინული ეს რა ქვია, ჰაერი გაადნეს და ასტრონავტები მოკლედ გადარჩნენ იმ წუთას, მას რა ქვია, აფეთქებას, აპარატი გადარჩა აფეთქებას და ასტრონავტებმა ფეხი დადგეს მთვარეზე. და წარმოვიდგინე ახლა რა უნდა მოხდეს, რომ მეტეორი უნდა დაგეცეს თავში არა, ატმოსფერო უნდა დაგიცა, სკაფანდრმა უნდა გაჭედოს, არ გაჭედა და ახლა მთავარი ამბავი, რომ ორიდან ერთ-ერთს მაინც რაიმე უნდა დაემართოს, ხო? ანუ ერთს გულმა უნდა დაარტყას, ვიღაცა ზომბებმა შეჭამოს, ვიღაცამ თვითმკვლელობა გადაწყვიტოს, რაღაცა უნდა მოხდეს, მოკლედ დრამის მიხედვით, ანუ დრამატურგია ითხოვს, რომ ასეთ დროს, ასეთ დიდი მოვლენის დროს რაღაცა ამბავი უნდა კიდევ ერთხელ დატრიალდეს, მაგრამ არაფერი არ ხდება. თითქოს ყველაფერი მიდის იდეალურად და დაუგეგმავად და წარმოუდგენლად, მაგრამ ყველა ბარიერი რო გადალახეს და რომ მივიდნენ იმ მიზნამდე, აქ მოხდა ერთი რაღაცა. ოლდრინმა შეამჩნია, რომ პატარა ღილაკი
რომელიც საღილაკეში უნდა ყოფილიყო, იქ არისო და იატაკზე ეგდო. სანამ არსტრონგი გაერკვეოდა, ედვინმა თვალი ჩამოაყოლა მონიტორს და შეთ დაიყვირა, მაშინ მისი პირველი ესე თქვა სიტყვა ეს იყო და ესე იგი ამ გაწი გამატარეში და ამ ტრიალში და ამბავში მოხდა ის, რომ სკაფანდრით გამოედნენ დასაქოქ ღილაკს და ესე იგი ეს ღილაკი მოტეხეს. ამ დროს ისმის ესეც ცნობილი ჩანაწერი არის და არსებობს ასეთი წინადადება. Houston, შეგიძლიათ გაარკვიოთ რა მდგომარეობაშია დაქოქვის ღილაკი? ფრენის პროტოკოლს თუ გავყვებით, ამ მომენტში დოკუმენტში ასე წერია: გრძელი პაუზა, რამდენიმე წუთიანი პაუზა. დედამიწიდან არ იციან რა უპასუხონ მთვარეზე მყოფ ადამიანებს. და პასუხი მაინც მიდის. ღილაკი გამორთულია. მაგრამ როგორ გინდა ჩართო, მე შენ გეტყვი და გარაჟიდან ეხა ამოიტან ქანჩს და გამოიყენებ, ხო? ან რაღაცა ისეთ იქ ისა გაქვს სპეციალური რაღაცა ისინი გექნება, ხო? ანუ ყველაფერი გათვლილია იმაზე, რომ იქ ესეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევები არ უნდა მოხდეს. ყოველ შემთხვევაში ისეთი, რომ ვიღაცა რაღაცა ღილაკს გამოედოს და მოტეხოს, ხო? დრო გადის. ამ მომენტში, ესე იგი, მათ უკვე 48 საათია აქვთ დარჩენილი ხომალდამდე მისასვლელად, 22 საათი უკვე გასულია, შეკეთებას რა დრო და რა რესურსი სჭირდება კაცმა არ იცის და 22 ივლისს დილის 5 საათზე არმსტრონგმა და ოლდრინმა საწვავის მიწოდების კლაპნები გახსნეს. კაცმა არ იცის რის იმედად, იმიტომ რომ ღილაკი არ მუშაობდა, მაგრამ ადამიანს აქვს ეთყობა რაღაცა ეს შინაგანი რწმენა, რომ რაღაც სასწაული შეიძლება მოხდეს და ამ სასწაულს კი არ ელოდება, პროცესში შედის თვითონ მონაწილე და არ იცის სასწაული რა უნდა იყოს, მაგრამ ის იწყებს მოქმედებას, ანუ გახსნეს ღილაკები კლაპნის და რაღაცის იმედად დაიწყეს ასე ვთქვათ მზადება დასაქოქად. და აქ ამბავია ესეთი, რომ დედამიწაზე მყოფმა ერთ-ერთმა გონიერმა ადამიანმა ეკიპაჟის ამ წევრებს არმსტრონგს და ოლდრინს კითხა ესეთი რაღაც, რომ რამე წვეტიანი ხო არ გაქვთო თანო და არ ვიცი რატო იყო ეს, საიდან აღმოჩნდა, რისთვის ჭირდებოდათ, მაგრამ ოლდრინს აღმოაჩნდა ბურთულიანი კალამი. და ეს ბურთულიანი კალამი ჩაარჭეს მოკლედ იმ ღილაკის ადგილას და ამით დაიქოქა ხომალდი. ეს კალამი მე როგორც აღმოჩნდა ფლორიდაში ქონდა ნაყიდი ოლდრინს და მას შემდეგ რამდენიმე ცენტიანი კალამი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და ცნობილი ნივთი იყო და ხალხი სუვენირად ყიდულობდა ამ ფლორიდაში ნაყიდ ამ წვეტიან კალამს. ეს რაც შეეხება ესე იგი ამ უცნაურ ისტორიას მთვარეზე ფეხის დადგმის და მისტერ გორსკის ამბავი ხო, ისედაც ყველა იცის და ამას აღარ მოყვები.